გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. Მადლობა ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობა. აქვე მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები და ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოსნო სკელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია, ეს ყველაფერი უფასოდ. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი. აქვე გახსნილია და ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, სადაც შესაბამისი კუთხით დაავადებულ ავადმყოფებს შეუძლია მიბრძანდნენ და ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. ასევე ფუნქციონირებს კაბინეტი, რომელიც ემსახურება ენდოსკოპიის და კოლონოსკოპიის კუთხით დაავადებულ ავადმყოფებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გურჯაანის ფრანგულ-ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი ბატონი ნოდარ ცისკარაშვილი. მოგესალმებით ბატონო ნოდარ. ჩვენმა ტელემაყურებელმა ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის, რომ თქვენ ძირითადად ხართ ენდოსკოპიის და კოლონოსკოპიის სპეციალისტი, რომელიც გარკვეული წლებია მუშაობდა საკმაოდ სტაჟის დაგიგროვდა აქ თქვენი მუშაობი. ბატონო ნოდარ, პირდაპირ არა, მაგრამ თქვენი სამსახური მიერთებული არის იმ ჯანმრთელობის დაცვის კუთხით სკრინინგის პროგრამას, რომელიც სწავლობს ადამიანის სხეულის შინაგან ნაწილებს. ეს არის მსხვილი ნაწლავი და ეს არის კუჭი და 12 გოჯა, მთლიანად ეს გამოკვლევა. აი ამ ასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრია ტელემაყურებლებთან, მათ ძალიან კარგად იციან თქვენი სამსახური, ასევე პიროვნებას თქვენ კარგად ცნობენ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათი დანიშნულება და მათი მნიშვნელობა. გისმენთ. თქვენ სწორად ბრძანეთ, ეს ენდოსკოპიური გამოკვლევა არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება კუჭნაწლავის შიგნიდან დათვალიერება. საყლაპავი კუჭი 12 გოჯა ნაწლავი და ასევე მსხვილი ნაწლავი. ამ აპარატის საშუალებით ხდება უშუალოდ ორგანოს თვალით დანახვა, ანუ ექიმის თვალით დანახვა. ანუ არ ჭირდება სხვა გარდამქმნელები ან სხივის გატარება, ან რაღაც სხვა ესეთი დამატებითი გამოკვლევები. უბრალოდ შევდივართ ამ ორგანოში შიგნიდან და ვათვალიერებთ უშუალოდ თვალით ამ ორგანოს და ბუნებრივ შუქზე, ფაქტურად ბუნებრივ შუქზე ჩანს ის, რაც არის იქ, დაავადება თუ რაც არის და ამდენად სადიაგნოსტიკო ღირებულება ძალიან მაღალი აქვს. მაგის გარდა აქვს ის, რომ თქვათ რამე საეჭვოა იქ, სიმსივნეზეა, თქვათ საეჭვო, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ბიოფსია გავაკეთოთ, ავიღოთ რაღაც ნაწილი და შემდეგ ლაბორატორიულად გამოვიკვლიოთ. ასევე შეიძლება უცხო სხეულების ამოღება, თქვათ ადამიანი ან ბავშვები ჩაყლაპავენ ხოლმე რაღაც უცხო საგნებს და ამით ამოღება შეიძლება. ანუ ესე იგი ეს არის აპარატურა, რომლის საშუალებითაც არა მარტო დიაგნოსტირება ხდება, არამედ შეიძლება პატარა ოპერაციების გაკეთებაც, უცხო სხეულების ამოღება, წყლულების თქვათ სისხლის დენების გაჩერება, პოლიპების მოკვეთა ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთ-ერთი კარგი მეთოდი მედიცინაში. და ეს ბატონო და საშუალებას გვაძლევს თქვენ კარგად აღნიშნეთ იმისას, რომ ჩვენ წინასწარვე უკვე დიაგნოზი დავსვათ იმისა, თუ რა პროცესები შეიძლება შემდგომში განვითარდეს. მე მახსოვს თქვენ კარგად აღნიშნეთ და აღწერეთ ის, რომ იაპონიაში უკვე თითქმის გამოირიცხა კუჭის სიმსივნის შემთხვევები და რამ განაპირობა ეს? აი რამ განაპირობა და იაპონიაში ასეთი რაღაცა აქვს, რომ
თითქმის მოსახლეობის უმრავლესობა, ალბათ თითქმის სულ ყველა არ ვიცი ახლა წელიწადში ორჯერ მაინც გადიან გასტროსკოპიას ფაქტიურად იქ რაღაც სისტემა აქვს კარგი ესე და ანუ წინასწარ თუ რამე იწყება კუჩში უკვე სიმსივნის ამბავში ვამბობ რა ანუ თუ შეიბერა რაღაცა უკვე პოლიპი წამოვიდა უკვე მე პოლიპი სანამ გადაგვარდება სანამ მთელი სტადიები უნდა გაიაროს ამან სიმსივნე ესე უცბად არ ჩდება ანუ ისინი ადრე პოულობენ ამას ადრე ნაპოვნი დაავადება კიდე ადვილი მოსარჩენია უკვე რო შორს წავა ხოლმე და მესამე სტადია და მეოთხე სტადია უკვე ფაქტურად რთულია იმისი. რთული კი არა შეუძლებელია უკვე მესამე მეოთხე სტადიის მეტასტაზები. ხო, მეტასტაზები. ამიტომ აი იაპონიაში აი ამას ადრეული დიაგნოსტიკის სახით ადრე სინჯავენ ადამიანებს, მთელი მეთოდები აქვს ამისთვის, ეგრეთ წოდებული სკრინინგი, რასაც ჩვენთანაც მუშაობს და ადრე პოულობენ დაავადებას და ხდება ადრე გამოვლენა ადამიანის გადარჩენა და მორჩენა ასე ვთქვათ. ამიტომ იაპონიაში ძალიან მაღალ დონეზე, უბრალოდ აღარ არის ფაქტურად სიმსივნეები. ძალიან დაბალ დონეზეა. ალბათ ისეთი ხალხი ჩდება, ვინც არ აქვს საშუალება რომ ექიმამდე მივიდეს, არ იქაც ხო იქნება ესეთი ხალხი. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი წარმატებები აქვს ამ ხრივ, რომ თავიანთ მოსახლეობას ძალიან უვლიან და თანაც ჩვენ კარგად ვიცით რომ ამ ბოლო ხანებში რადიაციამაც მოიმატა, ადრეც იყო დაბომბვის შემდეგ ხო, გვახსოვს ესა და იაპონელებს ძალიან ეშინიათ სიმსივნისა და მოკლედ ყველანაირად ყველას ეშინია, ხო, მაგრამ აი ისინი განსაკუთრებით და თან აქვს საშუალებაც კიდევ რომ თავიანთ მოსახლეობა დაიცვან და აკეთებენ კიდეც ამას. ერთი რა უნდა გითხრათ ბატონო გურამ, სოფლიო ლიდერები ენდოსკოპიაში არის ოლიმპუსი და არის პენტაქსი. ორივე არის იაპონური. აი ამას ჩვენთან აქ დამონტაჟებული ოლიმპუსია. ჩვენ დავაქვს ოლიმპუსი. ძალიან საინტერესოა და ეხლა იაპონიიდან დავბრუნდეთ საქართველოში და ვისაუბროთ იმაზე რომ თქვენ მხოლოდ აქცენტი გავაკეთეთ იმაზე რომ მაინც და მაინც უფრო მაინც სიმსივნური კუთხით გვინდა რომ ადრე გამოავლინოთ, მაგრამ ადამიანს სიმსივნის გარდა იქ ბევრი პრობლემებია. თქვენ წეგან დასაწყისში აღნიშნეთ რომ უცხო სხეულებია სხვადასხვა, მაგრამ მაგის გარდა ადამიანს ჩვეულებრივ აქვს ტკივილები. კუჭის პირში, პირთან სხვა მიდამე ეპიგასტრიუმის არეში ყველგან სხვადასხვა და ამიტომ მას აინტერესებს რომ რომელიც არ ჩანს რენტგენით. აინტერესებს რა არის და ამ დროს ენდოსკოპიით თქვენ ავლენთ რომ იქ შეიძლება აღმოჩნდეს კუჭის თიაქარი, ან თუნდაც იყოს ეროზიები, ან თუნდაც იყოს იქ შევიწროება სხვადასხვა და ამ ყველაფერზე და ეს საშუალებას გვაძლევს რომ სწორი დიაგნოზი იქ დაისვას და ავადმყოფს შესაბამისად დაენიშნოს კურნალობა. რომელიც უსაფრთხოა და არავითარი ავადმყოფისთვის შემდგომში ვიძახი რომ არ იქნება საჭირო. კი ბატონო, სიმსივნეთ იმიტომ დავიწყე რომ ჯერ ერთი ყოველას გვეშინია სიმსივნეს, ხო? სიმსივნე ეს იმიტომ რომ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ყველას ეშინია ინფარქტი, ყველას ეშინია ინსულტი. გასაგებია. ხო, ახლა ჩემი თემა ახლა ინფარქტი არ არის და მაგრამ ხო და იმას ვამბობდი რომ აი გამოვლინებები უფრო ზუსტად და კარგად ერთ-ერთი მეთოდი ამ გამოვლინებაში არის ენდოსკოპია და მე ალბათ მე ვიტყვით მაგას რომ საკმაოდ ცუდად აქვს საქმე მაგაგებით რომ ბევრს აქვს საქართველოში და კერძოდ კახეთში რაღაცნაირად წამოვიდა ეს სიმსივნეები და დროული დიაგნოსტიკა ნამდვილად დაგვეხმარება ამ პრევენციაში და უფრო ადრე გამოვლინება პაციენტების გადარჩენაში. რაც შეეხება იმ სხვა დაავადებებს თქვენ რო ბრძანეთ. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სხვა დაავადებებიც, გასტრიტია თუ ეროზია თუ რა ვიცი, ბევრი რაღაცა იქა და ენდოსკოპია ერთ-ერთი გადამწყვეტია აი ამ დაავადებების დიაგნოსტირებაში. მე ერთ რამეს გეტყვით, რენტგენის გამოკვლევა უკვე არსებობდა და კარგად განვითარებული იყო, როცა ენდოსკოპია მოიგონეს. რატო? იმიტომ რომ რენტგენს აღარ ქონდა იმის შესაძლებლობა უკვე ცხოვრება მეტი მოითხოვა და ეს მეტი არის ენდოსკოპია. ანუ იმის ჩვენთან ენდოსკოპიაზე 98%-ია სწორი დიაგნოზი. აი რენტგენს აქვს 70%. განა იმიტომ რომ თქვა ექიმი არ ვარ გან აპარატურა. უბრალოდ მეტი აღარ აქვს. ხედვა მეტი არ არის. ზღვარზეა მისული და აი ენდოსკოპიის საშუალებით რაღაც თქვით რომ თვალით ხედავს ექიმი ბუნებრივად რა ფერებშია, როგორც აი მზე ჩააშუქო ისეა სპექტრის გამანათებლის მზის სპექტრს იძლევა და აი როგორც გაკვეთო და გადახედო და ქირურგები რო დაინახავ ხოლმე კუჭს ისე ხედავს ეს ენდოსკოპისტი. მეორეც ერთი კიდევ წაღანსკი შეიძლება ამოღება ნაწილისა და უფრო
დათესვა და უფრო ზუსტი დაზუსტება. აი ეს შებერილი როა სიმსივნეა თუ არ არის სიმსივნე და პოლიპია და ანუ ექიმი საით გაუშვა სამკურნალო. შეგეძლიათ ამოიღოთ რაღაც ნაწილი. სითხე რომელიც მარილჯავა დაგროვებულია კუჩში და ნავიდან გადმოსული ჩვენი და ეს ყველაფერი. ანუ ეს წეღამს ძანებთ კიდევ თიაქარი. თიაქარი რა თქმა უნდა, საყლაპავის დიაფრაგმული თიაქარი ერთ-ერთი გავრცელებულია საკმაოდ სხვადასხვა კახეთშიც კი არა, კახეთში ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ კახელები მოგეხსენებათ კი არ გვიყვარს უბრალოდ კარგი მაგიდასთან ურთიერთობა ადამიანთან და ცოტა გადამეტებული მოგდის ხოლმე სასველი მაიცის ესა და ღამე რო დაწვებიან ხოლმე ჩვენი კაცები ხან ეს ზევით ამოდის და ეს თიაქარს იწვევს და აი ესეთ დიაგნოსტიკა ამ საქმის დიაგნოსტიკა ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენდოსკოპია. ეხლა თქვენ აქ აღნიშნეთ რომ ამ გადამეტებული კვების დროს ზემოთ ამოდის და ადამიანს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ეს ეზოფაგიტიდანაც ხო არ მოდის, როდესაც უკვე და ამით ვიკვლევთ ჩვენ ენდოსკოპიის მაგდავადებას. ანუ ეხლა ეს ეზოფაგიტეს როდესაც დაწნავი უკან ბრუნდება და უკან როცა ხო აი ეს როდესაც არის ეს ეზოფაგიტის დროს აი შიგთავსი ამოდის ხოლმე კუჭის შიგთავსი როცა უნდა ვთქვა ესე თქვა გადამძღარია რა ვქნათ ეხლა ცოტა თითქოს გადამეტებულად აქვს საკვები მიღებული ადამიანს და ეხლა მოგეხსენებათ ნასვამი კაცი რო დაწვება მითო განსაკუთრებით ეხლა ეს ყველაფერი ზევით არის და აი ეს შეიძლება საყლაპავში შევიდეს ეს სიმჟავეც ან აღვლისწონით და გამოიწვევს ანთებას ეზოფაგიტს. თიაქარის დროს შეიძლება კუჭის ნაწილი აცოცხლდეს ხოლმე საყლაპავისკენ. აი ეს ყველაფერი დიაგნოსტირება ხდება ამისი ენდოსკოპით, რენტგენითაც, რა თქმა უნდა, მე რენტგენს თავისი ნიშნა. რენტგენს სხვა დადებითიც აქვს, რა თქმა უნდა, სწორედ მაგას რომელიც გადაადგილებას, ნაწლავების მუშაობას და მის პერისტალისტიკას უყურებს, როგორ მიდის და როგორ გადის ბოლოში. რა თქმა უნდა, მე მაგას არ ვამბობ, რომ ეს ჩვენავართ რაღაც უბრალოდ აი ყველაზე კარგი მომენტია ხოლმე, როცა რენტგენოლოგი და ენდოსკოპისტი ერთად ნახულობ. უბრალოდ აი ენდოსკოპია გაკეთდა თქვა კუჭის გაშუქება, გასინჯვა და მე რენტგენზე თუ გადავა პაციენტი, აი როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ეს უკვე ფაქტობრივად საკვებივით არის, უკვე როგორ მოძრაობს, ანუ ფიზიოლოგიურად როგორ სადმე ხო არ ჩერდება, დიდხანს ხო არ ყონდება. ენდოსკოპის ხედავ სტატიკას, ანუ ამ მომენტში რა არის? როგორ არის, ხო? მაგრამ კუჭი როგორ მუშაობს, ფიზიოლოგია როგორ აქვს. შეიძლება ხანდახან იქ რაღაცა სპაზმია და ყონდება, ენდოსკოპისტი მაგას ვერ დაენახავს, სპაზმი არის თუ არა. შეიძლება სპაზმი იყოს გასინჯვის დროს, მაგრამ შეიძლება არც იყოს გახსნილი. ამ დროს როცა ფაფა ჩადის, სპაზმი განვითარდება ხოლმე. ანუ იმას ვამბობ, რომ თუ საშუალება არის, მოგეხსენებათ, თანხებთან არის დამოკიდებული ყველაფერი. იდეალური შემთხვევა, როდესაც ენდოსკოპისტი გასინჯავს პაციენტს, მეორე გადადის ის რენტგენზე და რენტგენიც გასინჯავს და საბოლოო ეს დასკვნა იქნება ყველაზე იდეალური და კარგი. და ეს აუცილებელია ჩვენი მოსახლეობისათვის, რომ ყოველთვის ამ კუთხით ჩაიტაროს სრულყოფილი გამოკვლევა. მაგრამ აუცილებელი. მაგრამ ყოველთვის რჩება. ჩვენ ცოტა თავისებური ხალხი ვართ. თუ რამე არ შეგვაწუხა, ექიმთან არ მივდივართ და მესამე კიდევ არის რომ ისევ და ისევ შიშის ფაქტორი რაც თქვენ ახსენეთ რომ წავიდე და გავესინჯო, თქვათ ეს დიაგნოზი არ დამხდეს წინ და რაც იქნება ამას აკეთებს. აი თქვენ რას ურჩევთ? რა დრო შეიძლება გაისინჯოს, როგორ შეიძლება? ეხლა წეღანა ვთქვით, შეიძლება ადამიანს კუჭის პირის ტკივილი ხოდეს, ეპიგასტრიკის არეში იყოს ტკივილი, მაგრამ თქვენი კუთხით არაფერიც არ იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი მოდიოდეს გულიდან. დიახ. და გამოთიშოთ თქვენ ის ან პირიქით კარდიოლოგმა უფრო დაადასტუროს ეს ყველაფერი და აი რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენ უთხრათ ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენ საზოგადოებას, რომ ვიზიტი გქონდეს თქვენთან და თუნდაც გასაუბრებითაც კი თქვენ უკვე ყველა სტაჟი და ისეთი გამოცდილება გაქვთ, რომ თქვენ აუხსნათ, რომ სჭირდება თუ არ სჭირდება მას. არ შეიძლება ნებისმიერი პაციენტი, რომელიც მოდის ჩვენთან და აი აქ ტკივა, კუჭთან ტკივა რაღაცა, მაშინე დააწვინო და გასინჯო, ჯერ უნდა ჩავეკითხოთ კარგად და მართალი ბრძანდებით. ხანდახან არის შემთხვევები, ქონია ეს შემთხვევები, ეპიგასტრიკის არეში, ანუ კუჭი ნეკნები რომ ერთდება, აი იმ ადგილზე ეპიგასტრიკის ოჯახით ექიმები, აი აქ არის ხოლმე ტკივილი და გონიათ რომ კუჭია. აღმოჩნდება რომ გულია, იქავე გულიდევს, ხო? კარგად ჩაკითხვით, ამისი განსაზღვრა შეიძლება. ამ შემთხვევაში არა თუ არ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა
გავხარბდეთ იმაზე, რომ არ იქა გავსინჯოთ ეს პაციენტი მაინც და მაინც ენდოსკოპიურად. შეიძლება იქ ინფარქტი მიდიოდეს და უფრო გააფუჭოს საქმე. ამიტომ მქონია შემთხვევები, იქავე გვერდზე კარდიოლოგები უშუალო, შვენიერი კარდიოლოგები იცნობთ თქვენ. გავგზავნით ხოლმე და კარდიოგრამას გადავაღებინებთ. ანუ გულს გამოვრიცხავთ. თუ კარდიოგრამაში არ გამოჩნდა რომ გულის პრობლემაა, მაშინ უკვე გავსინჯავთ ენდოსკოპით. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ტკივილი ისეთი ატიპიურია, რომ კუჭი გონიათ და არის გული. ან კიდევ პირიქით. ასე რომ ეს დადარაჯებული უნდა იყოს ექიმი და უნდა ფრთხილად იყოს, რომ ეს არ შეეშალოს. ეს თუ შეეშალა, ცუდია, რა თქმა უნდა. საერთოდ კი ტკივილი კუჭის არეში, როგორც წესი, მოითხოვს გასინჯვას, იმიტომ რომ რა არის იცით ბატონო გრამ, ადრეც ვკითხეთ და ეხლაც მინდა გავიმეორო, რომ ეგრეთ წოდებული მცირე სიმპტომები არსებობს. ადამიანები არ აქცევენ მაინც და მაინც ყურადღებას, მაგრამ არსებობს და შეიძლება ცუდი დაავადების ნიშნები იყოს. და მე მინდა ვთქვა ახლა ეს რომ იცოდეს ჩვენ მოსახლეობა კიდევ ერთხელ, ეს არის ჭამის მერე სიმძიმეები, უმიზეზოდ გახდომა, ცუდად ყოფნა, აი კარგი სიტყვა ქართულად თქვა, უკეიფოთ ვარო, აი ვერ არიან კარგად. რასაც ჭამերը არ ერგებათ, სუსტად არიან და რაც თავარია ეს დისკომფორტი უცრის კუჭის არეში, ბოყინი, წარეგებო პირში. აი ეს სხვა დაავადების ნიშნებიც არის. მაგრამ საერთოდ ჯამში შეიძლება ცუდი დაავადების. მე გეთანხმებით მაგ ყველაფერ სიმპტომებში, მაგრამ საერთოდ ცნობილია, თქვენ ეს კარგად იცით, რომ გასტრიტსა და კუჭის სიმსივნეს ღმერთმა ყველა დაეპყროს ერთნაირი კლინიკური ნიშნები აქვს. და ეს მხოლოდ თქვენთან შეიძლება გაირკვეს ეს ყველაფერი თუ გასტროენტეროლოგმაც შეიძლება ანამნეზით თავისი გამოკითხვებით იმით ეს გაარკვევას. ხო, აი მართლაც. ვინ ჩახედული ის უკვე. ხო, აი ახლა გასტროენტეროლოგმა ან ნებისმიერ მექანიკმა უნდა ჩაკითხოს, გამოკითხოს და მივიდეს იქამდე რომ აი ეს რაღაც ჩივილები არის, რომელიც მართალი ბრძანდებით ბატონო გრამ, ეს მართლა გასტრიტია თუ კუჭის სიმსივნე ძალიან მსგავსი ნიშნები აქვს. პრინციპში, იმიტომ რომ ეს სიმსივნეც გასტრიტიდან იწყება. ეგრეთ წოდებული ატროფიული გასტრიტი განიხილება როგორც სიმსივნის ატროფიული არის სიმჟავის დაქვეითება. სიმჟავის დაქვეითება, აი ესე განიხილება როგორც ერთ-ერთი წინამორბედი სიმსივნური დაავადების. გასტროენტეროლოგი ან ნებისმიერ ექიმი აუცილებლად მე თქვენ ექიმზე მაქვს ლაპარაკი, აუცილებლად საბოლოოდ გაგზავნის გამოკვლევაზე, კუჭის ინსტრუმენტულ გამოკვლევაზე, ან რენტგენზე, ან ენდოსკოპიაზე. აი ენდოსკოპიის გამოკვლევა არის საბოლოო ვერდიქტი ხდება ენდოსკოპიით. აქ რა არის? ანუ სიმსივნე არის თუ არ არის? ხანდახან არის ხოლმე შემთხვევები, რომ იმდენად პატარაა ჯერ სიმსივნე, რომ აი ლორწოვანში პატარა შემობერილობა, არც დეფექტია, არც ნაოჭებში იწვევს სადღაც არის ჩამალული. ხო, აი სადღაც არის ჩამალული, კი, რაღაცნაირად აი ჩანს ხოლმე ეს შემობერილობა. კედლის ლორწოვანის მთლიანობა ჯერ კიდე დარღვეული არ ხარ, შიგნიდან მოდის და ეს გამოცდილი ექიმი ამას ხედავს ხოლმე. და მთელი რიგი მეთოდები ამას არის ფერადი ენდოსკოპია ქვია, სპეციალურ ხსნარებს დავალენოთ ხოლმე და იღებება ის უბანი, სხვა სიმსივნური უბანი სხვანაირად იღებება, არის ესეთი რაღაც. ან კიდევ დინამიკაში დაკვირვება. ანუ რამდენიმე ხნის მერე, თქვა ერთი კვირის მერე დაბარება და შედარება ამ ორი უბნის. ასე რომ ენდოსკოპიას კუჭნაწლავის სიმსივნეების დიაგნოსტიკაში აქვს საბოლოო სიტყვის თქვის უფლება. აი კომპიუტერული ტომოგრაფიაც კარგია ყველაფერი, მაგრამ აი საბოლოოდ მაინც ბოლო-ბოლო, იმიტომ რომ თუნდაც აი წეგანაც თქვი ბიოპსია კეთდება იქ. დიახ, და ამიტომ ამას ვერც ერთი სხვა გამოკვლევა ვერ აკეთებს. და ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ აღნიშნულ კუთხით და მინდა აღვნიშნო ისიც, რომ საკმაოდ განვითარდა ენდოსკოპია უკვე. თავიდან ვის ამ კუთხით ცოტა დაინტერესებული იყო, ან საჭიროებას არ მოადგენდა მისთვის, ძალიან კარგად ეხსომება, რომ იყო ენდოსკოპია მისთვის უხერხული, იმიტომ რომ უფრო მისთვის ჩასაყლაპად ძალიან ძნელი იყო, უფრო მოუხერხებელი იყო და ერიდებოდა ყველა, იმიტომ რომ ის თავისებურ ტრავმებს იწვევდა 1000 რაღაცას ქმნიდა და დისკომფორტს ორგანიზმში და ყველა ეძახდა, რომ არა, მე მაგას ვეღარ გავიკეთებ. დღეს როგორც ცნობილია, ბევრი დაგვეთანხმა, ვისაც შეხება ქონია თქვენთან ვიზიტები, რომ საკმაოდ განვითარებული, იმიტომ რომ თვითონ მისი გარშემოწირულობა უფრო ვიწროა, უფრო ადვილად, ამავე დროს უფრო თქვენი როგორც პროფესიონალი ექიმის თვალთახედვით უფრო კვალიფიციურად ხდება მისი იზრდა. პლუს ადრე თუ ექიმი თვითონ იყურებოდა იმ
სანათურში თვითონ. ეხლა ტელევიზორი უდგა და თვითონ ავატყოფის და ექიმიც ერთად უყურებენ და გიწერება დისკის. რამდენად განვითარდა და რამდენად შეიძლება კიდევ წინ წავა. ნუ ეხლა პირველად მაგას ჩვენ მე მოვესწრეთ ადრე იყო როცა აი დაიწყო ენდოსკოპიები ლითონისა იყო. ხა წარმოვიდგინეთ აი ლითონი მე არ ვიცი როგორ აკეთ ახრეხებდნენ რომ ლითონის სწორი მილის გავდრენ კუჭში. აი თავს ბოლომდე გადაუწევდნენ ხოლმე დააწვენდნენ და ესე პოდეში და მართლა ჩათხრა იყო ალბათ რა ვიცი აშინელებ. თან მეორე ცხოვრება წინ წავიდა ახალი ტექნოლოგიები შემოწა და განვითარდა და მივიღეთ აი ეს ეგრეთ წოდებული რბილი ენდოსკოპები რომელიც ახლა გვაქვს ჩვენა და აი ახლა ეს ჩვენი მოდელი არის ერთ-ერთი ბოლო მოდელი იაპონური რომელიც მართალი ბრძანეთ წვრილია რბილია და რაც თავია შორს ხედავს. ადრე იყო პატარა არეზე ხედავდა და უნდა ასე გეძებონა მთელი კუჭი რომ გენახა აქეთ-იქით უნდა გეყურებინა და ეხლა მთლიანად შორს ხედავს და აღარა გვაქვს ეგ პრობლემა. ამ დროც შემცირდა გასინჯვის დრო. ადრე თუ 10 წუთი უნდა უდეთ, ეხლა 2-3 წუთი საკმარისია. თუ რამე პათოლოგია არ დაგხვდა. თუ ბიოპსია გასაკეთებია, ამაში დრო იკარგება, მაგრამ როცა მარტო ვიზუალურად ხდება დიაგნოზას, 2-3 წუთი საკმარისია. და რბილია და ერთ კიდე მინდა ვთქვა რომ მოსახლეობა მეცოდეს რომ აპარატი სტერილდება, სულ ყოველას გონია რომ სულ ყოველას კი არ გონია, ვერს გონია რომ ერთჯერადი არ არის 17,000 18,000 ეურო ღირს და ეხლა ვერ გადააგდებ მაგას. მაგრამ სტერილდება იდეალურად, ნამდვილად სტერილდება, ყველას შეუძლია ნებისმიერ მომენტს მოდუბროთ ნახო როგორ ვასტერილებ ჩვენ აპარატურას და ამ სტერილიზაციის დროს იხოცება შიდსის, ცეჰეპატიტის და ტუბერკულოზის გამომწვევები და ახლა პატარა უფრო მსუბუქ დაავადებებზე აღარ ვლაპარაკობ. გვაქვს ერთჯერადი ხელთათმანები და აი ესე ყველაფერი. ანუ ერთი პაციენტიდან მეორეზე გადაცემა არ ხდება დაავადების. ადრე ხდებოდა, მართლა უნდა ვაღიაროთ, რომ ძულად არ ხდებოდა სტერილიზაცია. უბრალოდ ამ აპარატს უბრალოდ ვერ გააცხელებდი, ხო ვერ გააცხელებ რა და ვერც ვერაფერს ჩად. ეხლა ხსნარში მთლიანად იდება, ისეთი ჰერმეტულად არის დახურული. მუშავდება 15 წუთი უნდა გასტერილებას. და პაციენტის გასაჯვას 2 წუთი. და ბატონო და ჩვენი საეთერო დრო იწურება და აქვე ბარემ ისიც გავარკვიოთ რომ დასასრულს რომ როგორია სტატისტიკა მანდილოსნებს, მამაკაცებს, ახალგაზრდებს, ასაკიანებს შორის, აი რომელები უფრო ხშირად არიან ვიზიტზე თქვენთან მოსულები და აი ეს ღმერთმა ყველა დაიფაროს და თუ ყოფილა სიმსივნური გამოვლენის ფაქტები და რომ სად უფრო მეტია. დიახ, ძალიან ესეთი ეს დასადარაჯებელი კითხვა ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ნუ ეხლა წყლულებზე რომ დავიწყოთ ან სიმსივნეებზე, პრინციპში ქალებში და კაცებში სიმსივნეები ერთნაირად არის, კუჭის სიმსივნეებზე ვამბობ, მაგრამ წყლულები კაცებში მეტია, იმიტომ რომ კაცებს მაინც მოგეხსენათ სიგარეტის, დასასმელი რაღაც, ხომ? აი ამიტომ უფრო ცოტად მეტია. მაგრამ აი რაც ჩვენ კოლონოსკოპია დავიწყეთ და სწორი ნაწლავის და მსხვილ ნაწლავის გამოკვლევა დავიწყეთ, მეც გავოცდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი თუ ესეთი მდგომარეობა იყო კახეთში, ჩვენთან კახეთის მოსახლეობა მოდის. ძალიან ხშირია სამწუხაროდ სწორი მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები და თანაც, რა ქვია, ახალგაზრდა მამაკაცებში. აი დაახლოებით უფრო მამაკაცებში 38-დან 42 წლის ასაკამდე რაღაცნაირი ესეთი პერიოდია თითქოს. ეხლა რატომ ალბათ მამაკაცებს ჯერეთ იგივე ცხოვრების წესით რომ სმაუწევთ და რაღაცა. მე მამაკაცები უფრო ამ ბოლო ხანებში ესეთ პროფესია ყველა მძღოლია და ესა და მთელი დღე ზიან ამ მანქანაზე და გუბდება უბრალოდ სისხლი ნაწლავებში. მოძრაობა არა აქვს. ჯიბეები კეთდება. ჯიბეები ხო აი ეს დივერტიკულები ესენი და ალბათ ამის ბრალია რომ უფრო ხშირია და მესამე კიდე ფაქტორი მამაკაცები მალავენ სისხლი რომ გაზდით მალავენ. აი ეს არის ჩვენი პრობლემა. ეს ახასიათებს ძირითადად სისხლი. სისხლი ბატონო გურამ, აი მოსახლეობის როგორც კი ტუალეტში შესვლის დროს ნახავენ სისხლს, ოდნავად მაინც თუ არის სისხლი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უნდა მიმართონ ექიმს. მე არ ვიცახი რომ მაინც და მაინც ჩემთან მოვიდნენ. მივიდნენ ეგრეთ პროქტოლოგები არიან, სპეციალური მაგის ექიმები. ან სხვა აუცილებლად, იმიტომ რომ სისხლი არის ნიშანი რომ რაღაცა მოხდა. რაღაცა დაირღვა. ბოასილი თუნდაც ხო არა, მაგრამ სისხლი არის. ონკანსა, აი მილი როა წყლის მილი და წყალი გამოდის, ესე იგი მილი გაფუჭდა. ეს მოდი გავმიჯდოთ ისე რომ ეს ახალი სისხლი უნდა იყოს თუ შეფერილი, კუპრისებური. კუპრისებური უკვე კუჭიდან არის. როცა არის შავი სისხლი, როცა კუპრისებურია, ეს უკვე კუჭიდან არის და უკვე კუჭია გასასინჯი. მაგრამ როცა არის წითელი სისხლი, აი ჩვეულებრივი ალისფერი სისხლი, ეს არის ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი.
და უნდა გავიშვილი ან სწორი ნაწილაკი. ხო, მთლიანად მომხდარა. ეხლა რა არის, რაღაც თქვი, ჩვენ მამაკაცების მენტალიტეტი რატომღაც არ უნდათ ეკი ხლა ესეთი უხერხულია ის. მაგრამ არავით არ ხდება, ჯერ ერთი ვერავინ ვერ გაიგებს. ჩვენ თარომოდა არასად აფიშირებას არ ვთქვა, არასად ეს კაცი გავსინჯეთ, რასა ლაპარაკია. მეუღლებსაც უმალავენ ხო. მე ვიცი რამოდენიმე მამაკაცი, რომელიც უნიტაზზე სისხლის ავსებდა, ცოლმაც არ იცოდა. უნდა არ შეიძლება ეს დრო იკარგება ის დრო რომელიც შეიძლება გადაარჩინა გასაგებია ბატონო და მაგრამ აქ ისიც აღნიშნოთ რომ ადამიანი რომელიც ვერც ის ხედავს ვერც ვერაფერს ვერ უყურებს მან ტესტირება ხო უნდა ტესტი გაიკეთოს და აი ამისთვის არის გოგონელი სკრინინგი ეგრეთ წოდებული რომელიც თქვენ როგორ ძანეწერან კოლორექტარული სკრინინგი 50-დან 70 წლის ასაკში პაციენტებს მამაკაცებს ხალებსაც მამაკაცებსაც ესე იგი სპეციალურ ტესტს ვატანთ სახლში ამ ტესტის საშუალებით ხდება იმ განავლოვანი მასის გამოკვლევა და თუ ჩვენ ვიპოვეთ იქ ფარული სისხლის ადამიანი რომელიც თვალით არ ჩანს არ ჩანს საერთოდ არ იცის რომ სისხლი მოდის დადებითი თუა აი ამ ადამიანებს ეკუთვნით უფასო გასინჯვა და მაგასაკში ეხლა მეტი ეხლა ეს უფასო ჩვენთვის არის პაციენტისთვის არის უფასო მაგრამ სახელმწიფო ფულს ხარჯავს ამას უნდა ექიმს ხელფასს უხდია ან იქ რეაქტივი ისა ამიტომ მეც ვეღარ მაშინ თუმცა ყველაზე ხშირი ამ დროს არის ამიტომ არის აღებული ეს ასაკი ყველაზე ხშირი ამ ასაკშია და უამრავი ეხლა არ შეეშინეს ხოლმე ძალიან ბევრი ვიპოვებ სკრინინგმა გვაპონინა დაავადებები თვე არ გავარო რამოდენიმე არ ნახოთ და მე გარკვეულ მიმართულებას ვაძლევთ და ბევრიც გადარჩენილი ალბათ თვითონ ეხლა ვინც გიყურებს იბათ მაიციცია რომ გადარჩენილი მაგით ამ სკრინინგი დიდი სიკეთეა სკრინინგი დამიჯერეთ ხალხმა მოვიდეს კერდის სკრინინგია საშვილოს მოსყელის სკრინინგია პროსტატისა მოვიდნენ სახელმწიფო ფულს ხარჯავს და გამოიყენონ ეს დიდი მადლობა ბატონო და პაციენტო ტელემაყურებლებო მინდა ისევ და ისევ შეგახსენოთ რომ გადაცემა ჯანმრთელობის ხარდამჭერია ფრანგულ ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი კახეთი იონი სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები და ეს გამოკვლევებია მანდილოსის სარძევე ჯირკვლების სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე მანდილოსნების საშვილოს როსყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე ქალბატონები მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ცხადია ეს ყველაფერი უფასოდ ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი და აქვე გახსნილია და ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, სადაც შესაბამისი კუთხით დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტანოს შესაბამისი მკურნალობა. მე კი წარმოგიდგენთ ისევ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარს, ფრანგულ ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმს, ბატონ ნოდარ ცისკარაშვილს. ბატონო ნოდარ, დიდი მადლობა აქ მომბრძანებისათვის. მეტად საინტერესო საუბრისათვის, იმ საკითხების ასე კარგად გაშუქებისათვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ, მაგრამ რაღაც ნაბიჯი არის გადასადგმელი, რომელსაც ისინი თამამად ვერ დგავენ და ეს ყველაფერი, ეს საუბარი, ეს გადაცემა მიმართულია მათკენ, რომ მათ კიდევ ერთხელ მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ თავისი თავი გაიკონტროლონ, ნერვებიც დაიწყნარონ, რომ დამშვიდნენ და ეს თანამედროვე ტექნიკა, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის არის განკუთვნილი, გამოიყენონ მაქსიმალურად. მინდა თქვენთან ერთად დავამშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი.